ლევან თედიაშვილი, საქართველოს ლეგენდა. სპორტის ისტორიაში არსებობს სახელები, რომლებიც მთელი ერის სიმბოლოდ იქცევა. საქართველოსთვის ასეთი სახელი გახდა ლევან თედიაშვილი, ადამიანი, რომლის ძალამ, ხასიათმა და მიღწევებმა ის არა მხოლოდ ჩემპიონად, არამედ ნამდვილ ლეგენდად აქცია. კახეთში დაბადებული, მთებსა და ვენახებს შორის გაზრდილი ლევანი ბავშვობიდანვე გამაგრდა მძიმე შრომით. მაგრამ სწორედ ხალიჩაზე აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ქართული სული დაუმარცხებელია. ის ორჯერ ავიდა ოლიმპიურ პოდიუმზე. მიუნხენი 1972 წელი, ოქროს მედალი. მონრეალი 1976 წელი, კვლავ ოქრო, კვლავ უმაღლესი საფეხური. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ლევანი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და უთვალავჯერ მოიპოვა გამარჯვება საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მისი ჭიდაობის სტილი უნიკალური იყო, ელვისებური სისწრაფე, ფოლადისებური მოჭიდება და დაუღალავი გამძლეობა. ხალიჩაზე ის მეტოქეებს შანსს არ უტოვებდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ლევან თედიაშვილი მუდამ ნამდვილ ქართველად რჩებოდა, ამაყად, წრფელად და მამაცად. მილიონობით ადამიანისთვის ის არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ მაგალითი და შთაგონება იყო. ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ სიჯიუტე და რწმენა საკუთარ ძალებში მთელ სამყაროს დაგაკვრინებს. დღეს ლევან თედიაშვილის სახელს პატივისცემით და მოწიწებით წარმოთქვამენ. ზოგისთვის ის ქართული ჭიდაობის სიმბოლოა, სხვებისთვის ეროვნული გმირი. ხოლო მთელი სპორტული სამყაროსთვის მეტ 20 საუკუნის უდიდესი მოჭიდავე. მისი მემკვიდრეობა ცოცხალია და მუდამ იცხოვრებს. რადგან ჩემპიონები იბადებიან, ხოლო ლეგენდები მარადიულია.